საზღვარი საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ხიდსიქით დღემდე ცხოვრობს ქართველი მოსახლეობა. გადმოდიან სავაჭროდ, მოაქვთ თხილი და ციტრუსი. გადაადგილების ერთადერთი საშუალება აქურემია. საზღვარზე გადმოსულები კამერასთან გამოჩენას ერიდებიან. ენგურსიქით პრობლემები შეეძლებათ. საქართველოში დაახლოებით 270,000 ადამიანია დევნილი. მათი ზუსტი რიცხვის დასადგენად 1 აგვისტოდან ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარეობს. სამეგრელოს რეგიონში დევნილების აღწერა თითქმის დასრულდა. 3,386 ადამიანმა რეგისტრაცია უკვე გაიარა. ამ ეტაპზე დევნილთა რაოდენობას აქვს რეგისტრაცია გავლილი სამეგრელოს რეგიონში რეგისტრირებულთა 85%-ს. ამჟამად ესე იგი 17 სექტემბრიდან პატარა კომისია მუშაობს რეგიონში, რომელიც ღებულობს სამეგრელოს და ზემო სვანეთში რეგისტრირებულ დევნილებს. ძირითადი პრობლემა ამ ეტაპზე არის მაინც რომ გალის რაიონიდან გადმოსვლა დევნილთა, რომელთაც შედარებით დოკუმენტების პრობლემა აქვს გადმოსვლის, მაგრამ ჩვენ პირადი კონტაქტებით, პირადი ურთიერთობებით მაქსიმალურად ვახერხეთ მათ მივაწვდინოთ ხმა და ამ ადამიანებს შევუწყოთ ხელი, რათა მათ შეძლონ გადმოსვლა. რეგისტრაცია გრძელდება იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კომისიაში მისვლა ვერ მოახერხა. მობილური ჯგუფი მათ სახლს შეაკითხავს და შესაბამისი პროცედურების გავლა ადგილზე ხდება. 90,000-მდე დევნილი საოკუპაციო ზოლის პირას სამეგრელო ზემო სვანეთში ცხოვრობს. 20 წლის თავზე მათი ყოფა კვლავ რთულია და საცხოვრებელი პირობები მძიმე. კონტრაქტულ შესახებაში ვისაც მიმდინარეობს შეხვედრები. კი, გვისმენენ კულტასმით საუბრებიან და ყოველთვის საუბრის ბოლოს იცახიან. ჩვენ ბევრი გვირდებოდა, მაგრამ რეალურად არაფერი არ გვიგრძდებოდა. და ის შეხედეთ რა მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება. ეს მართლაც ასეა და რეალურია. თავარი არის ის, რომ ამ ხალხში რეალური იმედი გავაღვივოთ და რეალურად ამოვიყვანოთ ეს ხალხი იმძიმე მდგომარეობიდან, რა პირობებშიც მათ უხდება ცხოვრება. იმედი არც ნუგზარ გამისონიას ჰქონდა. გალის რაიონიდან დევნილი შვილთან ერთად ამ ქողში ცხოვრობს. უკიდურეს გაჭირვებაში მამაშვილმა 20 წელი გაატარა. თავი პენსიით და სოციალური დახმარებით გააქვთ, თუმცა ამ თანხით შეშლის ყიდვას ვერ ახერხებენ. ცხოვრება ზამთარში გაცილებით რთულდება. სახლი არ აქვს, მამაჩემი ინვალიდია, ფეხი ტკივა, თვალი კიდე ცალი არა აქვს, გლაუკომა აქვს და ჩვენ დახმარება გვინდა თავრობისგან, რომ ცოტა შეშაკიდო არ აქვს. და რა ვიცი, სხვა პრობლემები კიდე. მარტო პენსიას უღებ და სოციალურ დახმარებას. და მე სხვა შემოსავალი არაფერი არ არის. დევნილთა სამინისტრომ ნუგზარ და ბაკურ გამისონიების პრობლემის გადაჭრა მოახერხა. საკუთარი სახლი მცირე მეურნეობით და თხილის პლანტაციით უკვე მათი საკუთრებაა. ოჯახი ამით ფინანსური შემოსავლის მიღებასაც შეძლებს. სამინისტრომ სახლი კიდევ ერთი ოჯახისთვის შეიძინა. გულრიფშიდან დევნილ გუბახუნწარიას ნატურა 20 წლის შემდეგ გაუხდა. საკუთარი სახლის საკარმიდან მონაკვეთით მისი საკუთრებაა. Когда меня поздравили, როცა მომილოცეს და მითხრეს, რომ ჩვენთვის სახლს ყიდულობდნენ, სიხარულისგან ტირილი დავიწყე. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს ოჯახს ეკუთვნის. слезами плакала от радости. ეს რამდენიმე ოჯახის ისტორიაა. არიან დევნილები, რომლებიც დღემდე გამოყოფილი თანხით სახლის ყიდვას ვერ ახერხებენ. მაგალითად, ონარიის კომპაქტური ჩასახლების მკვიდრი ბეჟან თოლორაია. მრავალშვილიანი მამა ამბობს, რომ ზუგდიდის რაიონში საკუთარი სახლები გაცილებით ძვირი ღირს. სამინისტრო თავაზობს ბინებს ანსახს, მაგრამ იმ თანხით ვერ ვიშოვე ვერცად. რა თანხები არის საუბარი? 12,000 დოლარზე. მაგრამ სახლი ღირს 18, 19, 16, 17 ასე არის და თანხა არ მაქვს დასამატებელი, რომ ის რო ვიყიდო. სახლების შეძენისთვის სამინისტრო 10,000 დოლარის გამოყოფას ახერხებს. ეს თანხა შესაბამისი და ანგარიშებით განისაზღვრა. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია მასშტაბური მშენებლობები, სადაც პირველ რიგში ის დევნილები მიიღებენ ბინებს, რომლებსაც სპეციალური აპლიკაციის შევსების შემდეგ მაღალი ფულა მიენიჭებათ. აპლიკაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გამოვლინდეს ყველაზე გაჭირვებული, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არსებული ოჯახი, რომელიც პირველ ეტაპზევე უნდა დაკმაყოფილდეს. აპლიკაციაშია ყველა ის მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტებას დაავიწყებს. ხედულობაში მაგ ომში მონაწილის ცემა, ომში დაღუპულის ცემა, ანალოგურად ინვალიდის
თემა, სოციალურად დაუცველის თემა და ასე შემდეგ. ყველა ეს პრიორიტეტი. მოხუცების თემა, ბავშვების თემა, ეს ყველაფერი რაღაც გარკვეულ კულას მატებს თითოეულ ოჯახს. ეს ქმნის მე საერთოდ რაოდენობას კულებისას, რის საფუძველზედაც ხდება უკვე განისაზღვრება, შეიძლება თქვა ოჯახის მდგომარეობა მძიმეა თუ გაცილებით მსუბუქია. ზუგდიდში უკვე მიმდინარეობს საფთიაქო სამმართველოს შენობის რეაბილიტაცია, სადაც დევნილებისთვის 74 ბინა მოეწყობა. ასევე თაბუკაშვილის ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია 8 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ბინას 256 ოჯახი მიიღებს. მომავალი წლის ბოლომდე რა თქმა უნდა ყველა დევნილი ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ მოხდება ძირეული გარდატეხა და ყველაზე მძიმე პირობებში შემყოფი დევნილები ბინას მიიღებენ. ეს არის დაახლოებით 2000 ოჯახზე საუბარი ჯერჯერობით, რაც არის დაწყებული. მომავალი წლისთვის სამინისტრო მუშაობს, რომ სერიოზული მშენებლობები წავიდეს კონკრეტულად ზუგდიდში, რადგან ზუგდიდში ყველაზე მეტი დევნილია ჩამოყრილი. მძიმე მდგომარეობაა ფოთშიც. ამ კორპუსში 85 ოჯახი 20 წელია უკიდურეს გაჯერობაში ცხოვრობს. დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, არ არის წყალი. ანტისანიტარიით გამოწვეული დაავადებები კი ფატალურ შედეგებს იღებს. დევნილები ამბობენ, რომ მათი მდგომარეობით წინა ხელისუფლების დროს არავინ დაინტერესებულა. ქვევით არის კანალიზაცია გახეთქილი. გარედან გამოედინება ეს ისა ხანდახან ეს წყალს ერევა და ზოგჯერ მოწამლულია ბავშვები და ისა ძალიან ცუდი მდგომარეობა. წყლის მილები დამსკრარია, ზევით არ ამოდის ეს ისა და პირველი სართულიდან ვიწევს იმ წყლების თრევა კიდეთ. ერთი თვის განმავლობაში 11 მკვდარი გავასვენეთ აქედან. 11 კიდე რამდენია დაავადებული. სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს დევნილებმა დახმარების პირობა მიიღეს. აპლიკაციების შესწავლის შემდეგ მათი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება. Dacă ce vis am venit problema, naučit, lahkeba, როგორ მდგომარეობაში ამბობ. შემდეგ ახლა ფოჩი ახალი კორპუსები, რომელსაც გადაყვანას აუზიებს აპლიკაციის შესაძლებელი ჩვეულებრივი ფორმის შემდეგ ის ყველა დაკმაყოფილება ფართო. ფოჩში უკვე შენდება 7 საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ჯამში 280 ბინა მოეწყობა. ახალი კორპუსების მშენებლობა იგეგმება ბათუმშიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეგრეთ წოდებულ ბენზის დასახლებაში დევნილებისთვის დამატებითი საცხოვრებელი ფართების მოწყობა. მშენებლობებზე ძირითადად დევნილები არიან დასაქმებული, რადგან უმუშევრობა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც დევნილებს აწუხებთ. სახელმწიფო სტრატეგია და სატენდერო პირობებში სამინისტრო ყველას ხავს ან მოთხოვს, რომ უმრავლესობა ადგილზე მცხოვრები დევნილები იყვნენ დასაქმებულები, თუნდაც ამ მშენებლობაზე ამ წუთას 60 დევნილი მუშაობს და მშენებლობის უფრო აქტიურ ფაზაში შესვლის შემდეგ კიდევ რამდენიმე ათეული დევნილი დაემატება და რაღაც შემოსავალი გაუჩნდება. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამუშაო ადგილების მოძიების პროცესში აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციებიც. საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთში 21 წლის მიხეილ მუშუქია საკუთარი პროფესიით მუშაობს. ზუგდიდში პაციენტებს იღებს და სტაბილური შემოსავალი აქვს. მიხსნეს მასაჟის კაბინეტი, სადაც მუშაობ 2 თვეა უკვე. ვემსახურები აფხაზეთიდან დევნილებს უფასოდ აბსოლუტურად, ბავშვებს 0-დან 16 წლამდე. დანარჩენ რასაკის შეუზღუდავად 50%-იანი ფასდაკლებით. თვეში თუ მივიღე 5 პაციენტი უფასოდ, მე ამისთვის 200-ს მირიცხავენ. ასევე დანარჩენ ადგილობრივი თუ მოვიდა, მაგასაც შეღავათ ფასებში უკეთებ, მაგრამ ისიც ჩემია ეს რაც შემოსავალი შემოდის. სენაკის სამშობიარო სახლში სენამეთში მუშაობს გალის რაიონიდან დევნილი გოგი ბჟინავა. იძულებით გადაადგილებულ პირებს ის უფასოდ მმართველობს. სენამეთში სამედიცინო მომსახურება 130 დევნილმა მიიღო. აქედან 45 პაციენტი აფხაზეთში მცხოვრები იყო. მეც თვითონ დევნილი აფხაზეთიდან, მაგ ეს ბედნიერება, რომ ყველანაირად ერთმანეთის გვერდით ხელი შევაწყვეტ და გავამრავლოთ ქართველი ელი და რაღაც რეგიონალური იმაში მივიღოთ ჩვენი წვლილი. უფასო მკურნალობა დევნილებისთვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამით განისაზღვრა. გარდა ამისა, სამინისტრო ახორციელებს ჰიპის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო დაწესებულებებს საჭირო ტექნიკას გადასცემენ. პოლიციისა და განსაკუთრებით სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადმოსცა დახმარების სახით რამოდენიმე ათეული ფუნქციონალური საწოლი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კლინიკისთვის, აღჭურვილობისთვის. დღეს ეს საწოლები განლაგებულია კლინიკის სხვადასხვა განყოფილებებში და მათ აქტიურად ვიყენებთ.
დაწესებულებები, რომლებიც ჰიპის პროგრამაში ერთვებიან დევნილების უფასო მკურნალობის ვალდებულებას იღებენ. კლინიკებთან მემორანდუმს სტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ნოემბერში გააფორმებს და პროექტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. 5 კლინიკაა საქართველოს მასშტაბით. აჭარაში რესპუბლიკური, სენაკში სენამედი, ქუთაისში ბატონი კახა მაღლაკელიძე ერთ-ერთი კლინიკა ავტოკარხნის ტერიტორიაზე, გორმედი და საპატრიარქო. Ai ეს 5 კლინიკა. ყველა ცენტრია ფაქტიურად. ძალიან საინტერესოა. Ai am ობიექტებში შეგვაქვს ეს ტვირთი და გადავცემთ აი ამ აპარატურას. ისინი გვავალდებულებას იღებენ. ამას ყველაფერს ვათანხმობთ ჩანდაცვასთან. და არა მარტო გამოკვლევაზე არის საუბარი. შემდგომ მკურნალობაზეც არის საუბარი. უკვე იმდენად დახვეწილი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტი განათლებაა. ხშირია შემთხვევები, როცა დევნილ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა უჭირთ. კერძო კომპანიებისა და დევნილთა სამინისტროს თანამშრომლობით ამ პრობლემის გადაჭრა 5 სტუდენტისთვის უკვე მოხერხდა. გალთმა ზედაზენმა და ვისოლმა მათი სწავლა 1 წლით დააფინანსა. სწავლის საფასურთან დაკავშირებით შემექმნა პრობლემები მიუმართე დევნილთა სამინისტროს და სამინისტროს და კომპანია გალფის საშუალებით მოხდა ამ საკითხის გადაწყვეტა და 1 წლით დაფინანსება ხდება. განსახლება, დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ პრიორიტეტებზე მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და რამდენიმე წელიწადში დევნილების პრობლემის მოგვარების მხრივ ძირეული გარდატეხა მოხდება. Პირადად მე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და არა როგორც მინისტრის მოადგილე. დევნილი ცხინვალით ხედავ სამინისტროს მუშაობას. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული დევნილმა უნდა დაინახოს ეს და თითოეულმა დევნილმა უნდა იგრძნოს ეს. სტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ, რომ ნდობის აღდგენას დრო სჭირდება, თუმცა მათი მუშაობის შედეგს თითოეული დევნილი ოჯახი მალე საკუთარ თავზე იგრძნობს. იქამდე ვიდრე ენგურსიქით მათი სახლებში დაბრუნება დაიწყება.